მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემაა, მე მისი წამყვანი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ალექსი მერებაშვილი, იურისტი, მაყურებელი მას კარგად იცნობს. რა თქმა უნდა, ჩვენი სასაუბრო თემა იქნება ის სამართლებრივ საკითხებზე ვისაუბრებთ, ძირითადად პირველ რიგში მადლობას გიხდით ლექსო მობრძანებისთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ერთად. ლექსო, მინდა გკითხო პირველ რიგში, თქვენ იცით, მაყურებელმაც იცის, რომ ჩვენი ტელეკომპანია თრიალეთის ანგარიშებს ადევს ინკასო და ეს რას ნიშნავს, ვიცით ხომ, თითქმის შეუძლებელია მუშაობა. მინდა გკითხოთ შერჩევით სამართალზე, სხვა სახელს ვერ დავარქვეთ, რადგან პროსახელისუფლებო არხებს, მედიებს 100-ჯერ მეტი დავალიანება აქვთ, ასე ვთქვათ, იმაზე მეტი, ვიდრე თრიალეთს, თუმცა მათ არ ეხებიან და ჩვენ პატარა მედია ორგანიზაციებს დაგვიყადაღეს ანგარიშები და ვიცით ხომ რა შემოსავლები აქვს რეგიონალურ მედიებს და ისჭება თუ არა თრიალეთი თავისუფალი სიტყვისთვის და რა სიტყვით შერჩევით სამართალზე ზოგადად. მოგესალმებით, მივესალმებით ტელეკომპანია თრიალეთის ტელემაყურებელს. რაც შეეხება თრიალეთის მიმართ განხორციელებულ გადადგმულ ნაბიჯებს, პირდაპირ უნდა ითქვას, ხო, ბოლო პერიოდში რაც ცვლილებებიც განახორციელა საკანონმდებლო ცვლილებები ქართული ოცნების ხელისუფლებამ, ეს მიმართული იყო, ყველა მათგანი აბსოლუტურად მიმართული იყო გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ და ეს თავისუფლ ნიშნავს, რომ ძალაუფლებაში მყოფ ძალას არ აქვს სურვილი, რომ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესები ვითარდებოდეს. მათი ერთადერთი მიზანი არის ის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება ნებისმიერ ფასად და იციან, რომ თუ კი ქვეყანაში, ასე ვთქვათ, ქვეყანა განვითარდება დემოკრატიული გზით და დემოკრატიული მიმართულებით, მათ ამის შანსი და შესაძლებლობა არ ექნებათ, ხო? თუ კი საზოგადოებას სხვადასხვა მედია საშუალებები მიაწვდიან ობიექტურ და სრულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში და როგორ ვითარდება მოვლენები, როგორ უარესდება რიგითი მოქალაქის ცხოვრება, ხო, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არანაირი შანსი აღარ ექნება ამ ძალას, რომ დარჩეს ხელისუფლებაში და გააგრძელოს მართვა. შესაბამისად ის ნაბიჯები, რომელსაც დგამს ამ კუთხით მათი გადმოსახედიდან ლოგიკურია, ხო, ისინი არ აპირებენ, რომ შეეგუონ ძალაუფლების დაკარგვას, აპირებენ, რომ მუდმივად იყვნენ ხელისუფლებაში, ამიტომ მათი ყველაზე დიდი მტერი არის გამოხატვის თავისუფლება და ის ორგანიზაციები და სუბიექტები, რომლებიც ცდილობენ დააფიქსირონ საკუთარი ნეგატიური, თუნდაც ასე ვთქვათ, ობიექტური აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში. ის ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხები, რომლებიც მედია საშუალებები, მოდი ესე ვთქვათ, რომლებიც აფიქსირებენ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, იმ გაუსაძლის მდგომარეობას, ხო, მოქალაქეთათმაც იმ გაუარესებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, რა თქმა უნდა, არიან ნომერ პირველი სამიზნეები ხელისუფლებისა, იმიტომ რომ ისინი აწვდიან საზოგადოებას ინფორმაციას, რეალურ ინფორმაციას თუ რა ხდება ამ საზოგადოებაში. შესაბამისად, იგივე საკანონმდებლო ცვლილებებით რო დავიწყოთ, მედია საშუალებებს ზოგადად შეუზღუდეს შემოსავლების მიღება და მათ შორის გრანტების მიღებაც დასავლური ქვეყნებისგან, ხო, ეს შემოსავლის წყარო ფაქტიურად გადაუკეთეს და დარჩა შიდა ბაზარი და შიდა ბაზარზეც ძალიან კარგად ვიცით ყველამ, რომ ბიზნესი ყოველთვის, ასე ვთქვათ, თამაშობს ხელისუფლების თამაშს, იმიტომ რომ ბიზნესს აქვს თავისი ინტერესი, რომ გადარჩეს, მიიღოს შემოსავალი, მიიღოს მოგება და განაგრძოს ეს ბიზნეს საქმიანობა. შესაბამისად, ისინი იძულებული არიან, რომ ხელისუფლების თამაში ითამაშონ. სწორედ ეს არის ხოლმე, ასე ვთქვათ, ამის კარგი ინდიკატორია ის, რომ ყოველთვის ყველა ხელისუფლებაში მყოფ ძალას ბიზნესები უფრო მეტად აფინანსებენ, ვიდრე ოპოზიციაში მყოფ პოლიტიკურ პარტიებს, ხო? ამ შემთხვევაში ბიზნესებს აქვთ, რა თქმა უნდა, ის დავალება პირდაპირ ვთქვათ, რომ რეკლამა არ მიიტანონ ოპოზიციურად განწყობილ სახელმწიფო ოპოზიციურად განწყობილ არხებში, ხო? განსაკუთრებით კიდევ უფრო რთულდება რეგიონში არსებული მედიის მდგომარეობა, როდესაც შემოსავლები ისედაც არ არის ხოლმე იგივე სარეკლამო შემოსავლები საკმარისი და ამ შემთხვევაში უკვე თუ კი ჩარევა ხდება ხელისუფლების მხრიდან ბიზნესზე ზეწოლით, რომ ამათ იმ ტელეკომპანიაში არ შევიდეს რეკლამა, ეს კიდევ უფრო ართულებს ამ ტელევიზიის მდგომარეობას. რაც შეეხება ახლა ინკასოს, რომელიც არის კიდევ ერთი დამატებითი მექანიზმი და საკმაოდ ეფექტური მექანიზმი იმისა, რომ გააჩერონ ესა თუ ის
არა მხოლოდ მაუწყებლობა, ნებისმიერი ბიზნესი შეუძლია გააჩეროს ხელისუფლებას და რა თქმა უნდა ამ მექანიზმს იყენებს იმ ბიზნესებისათვის და ამ შემთხვევაში უგულისხმობ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მისთვის მიუღებელი არის და ეს ცალსახა და აშკარა არის, რომ ამ მექანიზმს იყენებს შერჩევითად სწორედ იმ მედია საშუალებებისათვის, რომლებიც მისთვის არის მიუღებელი. სხვაგვარი ახსნა არ არსებობს იმისა, თუ რატომ მაგალითად არ ედება იგივე ინკასო ხელისუფლების, ასე ვთქვათ, სახელმწიფო მედია საშუალებებს, რომლებსაც მართლაც გაცილებით დიდი დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ და უფრო მეტი ინტერესი ბიუჯეტისა მათ მიმართ უნდა იყოს მიმართული და რატომ ხდება, რომ დაუყოვნებლივ, ასე ვთქვათ, პატარა დავალიანებაზეც კი კრიტიკულად განწყობილ ტელეკომპანიას ედებათ ეს ინკასოები. სამართლებრივ სახელმწიფოში ზოგადად აქვს სახელმწიფოს ხელისუფლებას ამისი საშუალება და უფლებაც, რა თქმა უნდა, რომ დავალიანება ამოიღოს ნებისმიერი ბიზნესისაგან, ხო? თუმცა ეს არ უნდა ხდებოდეს შერჩევითად. თუ კი მაგალითად აქვს ხელისუფლებას ნება იმისა, რომ დიახ, დავალიანება გაქვს ბიუჯეტის წინაშე და შენ უნდა დაფარო ეს დავალიანება, მაშინ ყველას მიმართ თანასწორად უნდა გაავრცელოს ეს თავისი უფლებამოსილების გამოყენება და განხორციელება და არ უნდა გააკეთოს ისე, რომ მაგალითად ერთ-ერთ ტელეკომპანია საერთოდ არ შეეხოს და არასოდეს არ მოსთხოვოს ამ დავალიანების გადახდა და მეორე ტელეკომპანიას არც კი მისცეს იმის საშუალება მაგალითად, რომ ნაწილ-ნაწილ მაინც გადაიქცეს ეს დავალიანება. ეს მინდა ლექსო კანონი ითვალისწინებს იმას, რომ შეუწყოს ბიზნესს ხელი ამ შემთხვევაში მედია ორგანიზაციებს, რომ ის იყოს გადახდის უნარიანი, ხომ? თრიალეთის მაგალითზეც არ არიდებს თავს, ხომ? ხო, ნახეთ, მხოლოდ ზოგადად საგადასახადო სისტემაც უნდა იყოს მაქსიმალურად ზოგადად რო ვისაუბროთ, ანუ მაქსიმალურად უნდა იყოს მორგებული ბიზნესი, ანუ საგადასახადო სისტემამ უნდა უზრუნველყოს კი ბატონო გადასახადების ეფექტურად ამოღება, მაგრამ ეს არ უნდა გახდეს მექანიზმი ბიზნეს საქმიანობების შეწყვეტისა, ანუ პირიქით სახელმწიფო მაქსიმალურად უნდა უწყობდეს ხელს ბიზნესს, რომ მან იფუნქციონიროს როგორც მინიმუმ და შემდეგ უკვე განვითარდეს კიდევაც. მხოლოდ ამ გზით თუ შევძლებთ იმას, რომ ქვეყანა გარკვეულწილად ეკონომიკურად წინ წავიდეს. თუ კი ჩვენ ყველა ბიზნესთან შევად, ყველა ბიზნესს დავხურავთ, დავაჯარიმებთ, ინკასოებს დავადებთ, ვეღარავინ ვეღარ ემუშავებს. ქვეყანაში ეკონომიკა აღარ ემუშავებს და დაგვემხობა, ხო, თავზე ეს ეკონომიკა და ამ შემთხვევაში მარტო ბიზნესთან დაკავშირებული საკითხები არ არის, როცა უკვე მედია საშუალებებს ეხება. საქმე აქ არის უკვე გამოხატვის თავისუფლებასთან მიდის, ანუ მეორე ერთ-ერთი უდიდესი, ასე ვთქვათ, ფაქტორი არის გამოხატვის თავისუფლება, რომელსაც ურტყამს ამ შემთხვევაში ხელისუფლება. ხო, აქ პირველ პლანზე მე თუ მკითხავთ არა ბიზნეს ინტერესები, არამედ გამოხატვის თავისუფლება გამოდის და ტელეკომპანია თრიალეთს მაგალითად მოდი ესე ვთქვათ ურტყამენ და ებრძვიან იმის გამო, რომ მას დავალიანება აქვს ბიუჯეტის მიმართ და უნდა გადაიხადოს ეს დავალიანება. რა თქმა უნდა გადაიხადოს ეს დავალიანება, არამედ ებრძვიან იმის გამო, რომ ის გამოხატავს ხელისუფლების საწინააღმდეგო პოზიციას და აფიქსირებს რა ხდება და რა მდგომარეობა არის შექმნილი ზოგადად რეგიონში. სწორედ ამის გამო ხდება ის, რომ არაძლევენ საშუალებას ტელეკომპანიას, რომ თუნდაც ნაწილ-ნაწილ, ანუ შეძლოს თვითგადარჩენა, საქმიანობის გაგრძელება და თუნდაც ნაწილ-ნაწილ მოახდინოს ამ თანხების ბიუჯეტის სასარგებლო დაფარვა. ლექსო, მინდა მაყურებელს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, კი ვახსენეთ ჩვენ საუბრისთვის, აი ობიექტური მედიის მნიშვნელობა რეგიონში, რომ ეს არის მათი ხმა, ხომ? და საშუალება, რომ მიიტანონ თავისი პრობლემები იმ ადამიანებამდე მედიის საშუალებით, ვისაც შეუძლია რომ მოაგვაროს. და ქვეყნის დემოკრატიის გზაზე რა მნიშვნელობა აქვს ობიექტური მედიის არსებობას? უმნიშვნელოვანესია, როგორც თავიდანვე აღნიშნა, რომ არ არსებობს დემოკრატიული წესწყობილება და დემოკრატიული სახელმწიფო, თუ კი გამოხატვის თავისუფლება არ არსებობს. ანუ დემოკრატია თავის თავში გულისხმობს იმას, რომ ადამიანებმა უნდა ისაუბრონ საკუთარი შეხედულებების, საკუთარი მოსაზრებების, საკუთარი იდეების შესახებ. ხო, ადამიანებმა უნდა აკრიტიკონ ხელისუფლების გადაწყვეტილება, იქნება თუ სხვა რომელიმე ნებისმიერი ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც
მათ შეეხება ხო მათ ცხოვრებას ეხება მათ სხვადასხვა უფლებას ეხება ხო ამა თუ იმ თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ხო უნდა გქონდეს შესაძლებლობა იმისა რომ ავიცი მოვისმინოთ როგორც იმ ხარის პოზიცია რომელიც ემხრობა ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას და იმ ხარის პოზიციაც უნდა მოვისმინოთ რომელიც არ ემხრობა ამ გადაწყვეტილებას და მე უკვე ადგილობრივი ანუ მოქალაქეებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება რა არის სწორი ხო მაგალითად ამა თუ იმ ხიდისა თუ გზის გაკეთება უფრო სწორი არის თუ მაგალითად წყლის მიწოდების პრობლემა ამა თუ იმ სოფელში ხო ეს ამ დებატებისა და აზრების ურთიერთშეჯერების შედეგად უნდა განხორციელდეს ხო და ეს არის სწორედ გამოხატვის თავისუფლება თუ კი ამას მიზღუდავდა მეუბნები რომ არ უნდა ვისაუბრო ამაზე და მხოლოდ ხელისუფლებამ იცის რა უნდა გააკეთოს ეს უკვე არასწორია და აზიანებს როგორც მოსახლეობას ანუ ჩვენ თითოეულ მოქალაქეს ისე თვითონ ხელისუფლებასაც აზიანებს იმიტომ რომ დებატების არარსებობა კამათის არარსებობა ადამიანებს შორის იწვევს შეცდომებს შეცდომებს. ხომ დებატებში იბადება ეს ჭეშმარიტება, ხო? მე ჩემს აზრს ვიტყვი, თქვენ აზრს მეტყვით და შეიძლება რაღაცა ერთმანეთს არ დავეთანხმოთ, მაგრამ რაღაც საშუალო სხვა აზრზე დავდგეთ, რომელიც ორივესთვის მისაღები არის და უფრო სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ. ვიდრე მაგალითად ეს იქნებოდა ერთპიროვნული გადაწყვეტილება, ხო? ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამოხატვის თავისუფლებაც, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი დარღვეული უფლებების შესახებ, საკუთარი გასაჭირის შესახებ მიაწოდოს ინფორმაცია, როგორც ხელისუფლებას, ისე საზოგადოებას, ხო? ჩვენ ვიცით, რომ როდის არის ხელისუფლება ეფექტური, როდის მოქმედებს ეფექტურად, მაშინ, როდესაც საზოგადოება ეს ასე ვთქვათ, გამადიდებელი შუშით უყურებს მას და იციან, რომ მოსთხოვენ პასუხს, როგორც მინიმუმ შემდეგ არჩევნებზე მაინც მოსთხოვენ პასუხებს იმისათვის, რაც არასწორად გააკეთა, ხო? თუ კი ჩვენ არ გვექნება ეს გამადიდებელი შუშა და ამ შემთხვევაში ეს არის მედია საშუალებები, ხო? ჩვენ ვეღარ მოვთხოვთ ვერავითარ პასუხს ხელისუფლებას და მივიღებთ იმას, რომ გვექნება მხოლოდ ხელისუფლების მაამებელი მედია საშუალებები, რომლებიც გვიყვებიან, როგორ კარგად არის ყველაფერი, როგორც ქვეყანაში, ისე რეგიონში. შესაბამისად, ეს არის პირდაპირ ნომერ პირველი პრობლემა, ანუ რეალეთის კი არ არის და მედია საშუალებების კი არ არის ნომერ პირველი პრობლემა და საფრთხე სწორედ რიგითი მოქალაქეების ან ჩვენთვის არის რომ აღარ იქნება ჩვენი ხმა გაგონილი ხო ვერავის ვერ გავაგონებ ჩვენ ხმას ერთი რომ ხელისუფლება არ ისმენს ჩვენს ასე ვთქვათ წუხილებს და მეორე რომ საზოგადოებასაც ვეღარ ვაგებინებთ რა გვიჭირს და რა გულხნის რომ დაგვიდგეს ეს საზოგადოება თუნდაც გვერდში როდესაც საჭირო არის ხო არაერთი საპროტესტო აქცია გვახსოვს ჩვენ იგივე ადგილობრივ დონეზე როდესაც რიგითი ადამიანები იქნებოდა თუ სოფლის პრობლემები იქნებოდა გაჟღერდა სწორედ ამ მედია საშუალებების მიერ და გარკვეულწილად მის მოგვარებასაც შეეწყო ხელი სწორედ იმის გამო რომ მედია საშუალებები აქტიურად იყვნენ ჩართულები. სწორედ ამას ვამბობდით იმაზეც, როდესაც მიადგნენ და ეგრეთ წოდებული გამჭირვალობის თითქოს საფუძვლით არასამთავრობო ორგანიზაციებს მიადგნენ, რომლებიც მართლა რიგითი მოქალაქეების ასე ვთქვათ ორგანიზაციების მაგალითზე შეგვიძლია დახმარებას უწევდნენ ადამიანებს საკმაოდ ისეთ კარგ დახმარებას უწევდნენ და ხო ამ შემთხვევაში ან ჩვენი პროტესტ, როდესაც ვაფიქსირებდით, ამბობდნენ თითქოს აი ჩვენ რაღაცა შემოსავალი გვაკლდებოდა და ამიტომ ვაპროტესტებდით სინამდვილეში, არ ვიცი, შემიძლია ვთქვა, რომ ამ ყველაფრით ის მოქალაქეები დაზარალდნენ, ჩემი ბენეფიციარები დაზარალდნენ, ვიდრე მე, იმიტომ რომ მე ისე ვაგრძელებ საქმიანობას, ოღონდ ამ შემთხვევაში უკვე თვითონ საქართველოს მოქალაქეები, ანუ მიხდიან ჩემი მომსახურების საფასურს, ხო, ადვოკატი ვარ, შესაბამისად ჩემი ჰონორარი უნდა ავიღო და იმ პირობებში, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია მაგალითად ევროპელი გადასახადის გადამხდელების თანხებს მიხდიდა იმაში, რომ საქართველოს მოქალაქეს დაუხმარებოდი დევნილი სტატუსის მიღება იყო, საცხოვრებლის მიღება იყო თუ სხვადასხვა იგივე ქალთან დარღვეული უფლებების აღსადგენად ვიბრძოლით იგივე შრომით დავებთან დაკავშირებით, ხო, ადრე თუ მაგალითად ამ არასამთავრობო ორგანიზაციების საშუალებით ევროპელი და ამერიკელი გადასახადის გადამხდელების თანხა იხარჯებოდა, ხო, მე მიხდიდა ეს ორგანიზაცია ამ თანხას, ახლა უკვე თვითონ საქართველოს მოქალაქეებს უწევთ, რომ გადამიხადონ ეს თანხა. საბოლოო ჯამში ხო გამოვიდა ის, რომ სწორედ ეს მოქალაქეები დაზარალდნენ და არამიან ის ორგანიზაცია, რომ სადაც მე ვიყავი დასაქმებული. იგივე იქნება აბსოლუტურად თუ უარესი არა, როდესაც აღარ იქნება მედია საშუალება
რომელიც რიგითი მოქალაქის ხმა იქნება ქვეყანაში და თუნდაც ადგილობრივ დონეზე. რადგან მედიაზე ვსაუბრობ, აქ მინდა ვკითხოთ სანამ სხვა საკითხებს შევეხებით, ლექსო. ჩვენ როდესაც ერთია ის რომ შერჩევით არის კომენტარი მერიიდან ადგილობრივ მერიას გულისხმობ რომ შერჩევით არის ჟურნალისტების მიმართ მედია ორგანიზაციების მიმართ და არ გვცემენ პასუხებს თუნდაც რიგითი იმ სოფელში კონკრეტულ რაღაც პრობლემა მოქალაქეს აწუხებს წყლის პრობლემა გზის პრობლემა თუ ასე შემდეგ ჩვენ არაფერზე არ გვაქვს პასუხი ვითხოვთ მაყურებელმა ესეც მინდა იცოდეს რომ ეს მე კი არა როგორც შორენა ბიჭიკაშვილს ერთ-ერთი ჟურნალის არცემებას ეს არცემენ მათ მოსახლეობას მაყურებელს არცემენ პასუხს ეს ცალკე თემაა კიდევ რადგან იურისტი ხარ მინდა კითხო როდესაც ისინი არღვევენ კანონს მე ვითხოვ საჯარო ინფორმაციას ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს პასუხი დარღვეულია ის 10 დღიანი სამუშაო დღის ვადაც მაგრამ თვეები გადის არ გვაქვს პასუხი ან თუ გვაძლევს რომელიმე მუნიციპალიტეტი ძალიან მწირს აი აქ რასთან გვაქვს საქმე აი რა ბერკეტია იმის რომ თქვათ მათ მოვთხოვოთ რომ და დიახ გავხსენ ამ შემთხვევაშიც მოქალაქეს არცემენ პატივი ხო იგივე გამოხატვის თავისუფლებასთან მივდივართ როდესაც ინფორმაცია რომელიც საჯარო არის ვალდებულია ზოგადად საჯარო უწყება რომ მიაწოდოს კონკრეტულ პირს იქნება ეს მედია ორგანიზაცია თუნდაც რიგითი მოქალაქე როდესაც მიმართავს საჯარო უწყება ვალდებული არის ეს ინფორმაცია მიაწოდოს ამ ინფორმაციის მომთხოვ სუბიექტს ხო და აი აქ კიდე ხაზი მინდა გავუსვა მათ ასე ვთქვათ ყალბ პროპაგანდას გამჭირვალობის მოთხოვნასთან დაკავშირებით თუ რაღაცა გამჭირვალობას ითხოვენ იქ სადაც საჭირო არ არის აბსოლუტურად ეს გამჭირვალობა და სადაც ისედაც არის ეს გამჭირვალობა სახეზე და თვითონ მალავენ ინფორმაციას რომელიც საჯარო უნდა იყოს და უნდა მიაწოდონ საქართველოს მოქალაქეებს ხო თვითონ გამჭირვალობას ითხოვენ იმ ფინანსების ხარჯვაზე რომელიც ამერიკელ და ევროპელ გადასახადის გადამხდელებს ეკუთვნით და გამჭირვალობას ასე ვთქვათ ებრძვიან და ეწინააღმდეგებიან ყოველგვარ ბურუში არიან გახვეულები როდესაც საქმე ეხება საქართველოს მოქალაქეების თანხებს ხო ამ თანხების ხარჯვის მართლზომიერებას ამ შემთხვევაში კანონმდებლობით რა თქმა უნდა არის ეს შესაბამისი პროცედურები გათვალისწინებული ამ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს და სასამართლოს ძალით გამოითხოვოთ ეს ინფორმაცია თუმცა მედია საშუალებებთან მიმართებაში მნიშვნელოვანი არის რომ დროულად იქნეს მიღებული ეს ინფორმაცია ხო იმიტომ რომ 3 და 4 წლის შემდეგ უკვე აღარ არის რელევანტური ეს ინფორმაცია და აღარავით არ ასე ვთქვათ ფასეულობას არ წარმოადგენს არც საზოგადოებისთვის და შესაბამისად არც ამ მედია ორგანიზაციისას ხო მაგალითად როდესაც ვითხოვთ ინფორმაციას თუ რომელი კომპანია აშენებდა ამა თუ იმ საბავშვო ბაღს თუ სკოლას და არ შეასრულა ეს ვალდებულებები და დაეკისრა თუ არა მას რაიმე ჯარიმა რა თანხა მიიღო ამ კომპანიამ გაწეული თუ გაუწეველი სამუშაოების ასანაზღაურებლად ეს ინფორმაცია 5 წლის შემდეგ უკვე აღარ არის რელევანტური მაშინ როდესაც უკვე სხვა მაგალითად კომპანია ააშენებს ამ საბავშვო ბაღს ამ შემთხვევაში გვაქვს როგორც აღნიშნე მექანიზმი რომ მივმართოთ სასამართლოს მაგრამ სასამართლოში მეორე პრობლემა გვაქვს გაჭიანურებული პროცესები ხო ეს საქმე რომ ამ საქმემ რომ სამივე ინსტანცია გაიაროს საშუალოდ 3 წელი მაინც ჭირდება საბოლოო ჯამში შეიძლება დათუდი ალბათობით მოვიგებთ ამ დავას თუმცა 3 წლის შემდეგ ეს ინფორმაცია აღარ ტელეკომპანიას ჭირდება აღარც საზოგადოებას აღარ ჭირდება ხო ამიტომ კიდე რაღაც ისეთ აბსურდამდე მივდივართ რომ ის რაც თავის ინტერესში უნდა შედიოდეს ანუ ადგილობრივი თვითმმართველობა იქნება თუ ცენტრალური ხელისუფლება რომ მიაწოდოს პროაქტიულად ინფორმაცია საზოგადოებას რას აკეთებს რა თანხას რაში ხარჯავს და გამოიყენოს თუნდაც ის ადგილობრივი მედია საშუალებები საამისოდ პირიქით არის ანუ მალავენ ამ ინფორმაციას და არ აწვდიან ამ ინფორმაციას საზოგადოებას რაც უკვე გვიჩენს საფუძველს იმისათვის რომ აქ ყველაფერი რიგზი არ არის და სწორედ აქ არის საჭირო მოვიტოვოთ გამჭირვალობა ამ გამჭირვალობაზე მინდა კიდე კითხოთ იგივე სასამართლოების სხდომები ჩვენთვის დახურულია მედიისთვის როგორც რიგითი მოქალაქეები ისევე სწრებით და მე მქონდა შემთხვევა რომ წინა დღეს გავაშუქე ერთი სასამართლო პროცესი და მეორე დღეს უკვე ვეღარ შევძელით ამ კანონს ეს არის აშკარა მაგალითი როგორ პატივს სცემს გამჭირვალობას ხელისუფლება და ეს არის კიდე პასუხი იმისა რომ რეალურად გამჭირვალობას კი არ ითხოვდნენ სურვილი ქონდათ რომ დაეხურათ ის ორგანიზაციები რომლებიც სიმართლეს ეუბნეოდნენ საზოგადოებას რომლებიც ეხმარებოდნენ დაჩაგრულ ადამიანებს საკუთარი უფლებების დასაცავად
დიახ. კანონებზე მინდა კითხოთ ის ხშირად ცვლიან კანონებს, ის ხშირად იღებენ კანონებს, ეგრეთ წოდებული ბოლო გრანტების კანონიც კიდევ პოლიტიკური პარტიების მიმართ. რა საერთო აქვს კანონთან? აქვთ საერთოდ თუ არა ამ კანონებს, ეგრეთ წოდებულ კანონებთან საერთო? ხო, ამას კანონები არ ქვია, არც ფორმალური და არც შინაარსობრივი გაგებით, იმიტომ რომ კანონები ესე არ მიიღება, როგორც მაყურებელს რომ აღვსავთ დაფინანსებას, გულისხმობ იგივე ბიზნესის განცხადებებს და როგორც იღებენ კანონებს ზოგადად დემოკრატიულ სახელმწიფოებში ესე არ იღებენ. კანონი მიიღება საზოგადოების აქტიური ჩართულობით, სხვადასხვა ოპოზიციური პოლიტიკოსების აქტიური ჩართულობით და ჩვენ ვხედავთ, რომ ამ კანონებს იღებენ ერთ და ორ დღეში, ხო, ყოველგვარი განხილვების გარეშე შიდა გადაწყვეტილება იქნება ეს ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება თუ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილება და შემდეგ პარლამენტის ანუ ნოტარიუსის როლს ასრულებს და პირდაპირ იღებს ყოველგვარი შენიშვნების გარეშე, ან ისეთი შენიშვნებით, რომლებიც კიდევ უფრო აუარესებს ადამიანებისა თუ ორგანიზაციების მდგომარეობას და მაშინ როცა საუბარი იყო თავიდან იმ ეგრეთ წოდებულ რუსულ კანონზე, რომ თურმე მხოლოდ ორგანიზაციებს შეეხებოდა და კერძო პირებზე არ გადავიდოდა, ჩვენ მაშინაც ვამბობდით, რომ აუცილებლად მოყვებოდა ამას ცვლილებები, რომლებიც კიდევ და კიდევ დროდადრო დაამძიმებდნენ ვითარებას და ამის მაგალითად ან რუსულ კანონს რატო უწოდებით, ხო? ესე დაიწყო რუსეთშიც და იმიტომ ეკაც სწორედ ის მაგალითი მოყვავდა, რომ რუსეთში სწორედ ესე ნელ-ნელა დაიწყო ამ კანონების ცვლილება და შესაბამისად დამძიმება სიტუაციისა იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების პოლიტიკას და გადაწყვეტილებებს. ეს ცვლილებების დასტურია იმისა, რომ კიდევ და კიდევ უფრო მოუჭერს ყურბს ხელისუფლება იმ ადამიანებს, იმ სუბიექტებს, ბიზნესები იქნება თუ ორგანიზაციები, რომლებსაც მიიჩნევს, რომ რაღაც მისასარგებლოდ არ მოქმედებენ. ხო, დღეს შეიძლება ადრე თუ მაგალითად რაღაცა კრიტიკულ პოზიციას აფიქსირებდა ბიზნესი და ამის გამოსჭიდნენ, დღეს უკვე შეიძლება მომავალში უბრალოდ დასაჯონ იმისგან, რომ ისინი ჩუმად არიან და პირიქით არ აქებენ ხელისუფლებას, ხო, ამის გამოსჭიდნენ. ხო, არა, მე მართლა არაფერი არ მიკვირს და არაფერი აღარ გამიკვირდება იმ ახალ ცვლილებებს, რასაც იღებენ, სიმართლე რო გითხრა ესე, მანამდე თუ საფუძვლიანად ჩაუჯდებოდი და ვკითხულობდი, ეხლა ესე საფუძვლიანად აღარ ვეცნობი ამ ცვლილებებს, იმიტომ რომ მალე უნდა შევიდეს მათში ისე ცვლილებები, ახალი ცვლილებები შეიტანონ, ახალი შეზღუდვები შემოიღონ და ერთი ვიცი რაც არის ამ ცვლილებების მიზანი. ხო, ამ ცვლილებების მიზანი არის, რომ გააჩუმონ, გაგუდონ, მოკლან ყველა ის ხმა, რომელიც ქართული ოცნების წინააღმდეგ მუშაობს ამ ქვეყანაში. ერთია რომ მიზანი ეს არის, რადგანაც თქვენი საუბრეთ, მაგრამ ხომ არის ისიც, რომ ხელისუფლებას ქართულ ოცნებას იმდენად უჭირს კრიზისი აქვს, რომ იძულებულია ასე მალ-მალე ცვალოს იგივე ტროტუარზე დგომის გამო, მიღებული კანონები და გამოსავალი, როცა აღარ არის, კი ბატონო, იძულებული ხდები, რომ რაც შეიძლება მეტი შესწოროთ ამას ადასტურებს. რომ კრიზისი იმდენად ღრმად არის უკვე, რომ სხვა გზა და საშუალება აღარ აქვს, ანუ დიალოგის, მოლაპარაკების გზა აღარ დაიტოვა, თუნდაც იგივე პოლიტიკურ ოპოზიციასთან, ხო, როდესაც ვამბობთ ხოლმე, რომ ქვეყანაში ოპოზიცია სუსტია, ქვეყანაში ოპოზიცია კი არ არის სუსტი, ხელისუფლებამ დაასუსტა ოპოზიცია და ცდილობს რომ საერთოდ გააქროს ეს ოპოზიცია. ხო, შეუძლებელი არის ოპოზიცია ძლიერი იყოს, როდესაც ხელისუფლება დგამს აი ასეთ ნაბიჯებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური ოპოზიცია, რიგით მოქალაქეებამდეც კი დადის, რომ როგორმე მოახდინოს მათი გაჩუმება და გაჩერება და რა ვიცი, არაერთი ასე ვთქვათ, გადაწყვეტილება ვნახეთ და ვხედავთ, როდესაც უკვე ოჯახების დონეზე ადამიანებს სამსახურებიდან უშვებენ, აჯანიმებენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გამოსავალი რა არის? რა შეიძლება ითქვას? მოკლედ თორემ გამოსავალი ბევრჯერ გვისაუბრია ჩვენს ამაზე. გამოსავალს რაც შეეხება, ხო, ერთი არის თვითონ ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, რომ მოხსნას ეს წნეხი და ნელ-ნელა დაუბრუნდეს დემოკრატიული განვითარების გზას, რაც მე ფაქტიურად გამორიცხული მგონია. მეორე ის, რომ არ ვიცი, პროტესტებსაც მე ვფიქრობ ეხლა, რომ რაიმე დიდი მნიშვნელობა და აზრი არ აქვს, იმიტომ რომ 3,5 მილიონი ადამიანს რო გავიდეთ მაგალითად და დავდგეთ ქუჩაში, ხელისუფლებას ამაზე არ ექნება არავითარი რეაგირება და გვეტყვის რომ სულ რაღაც 35,000 ადამიანი ვიყავით გასული და ერთადერთი გამოსავალი მე მგონი არის საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩარევა იმასთან დაკავშირებით, რომ დაცული იყოს ქართველი ხალხის უფლება და მისწრაფება იმისა, რომ ქვეყანა განვითარდეს
დემოკრატიული მიმართულებით, თუ კი ეს არ მოხდა, შეიძლება მე ვცდები მე პოლიტოლოგი არა ვარ და როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ჩემი მოსაზრება რაც არის იმას ვამბობ, თუ კი რაღაც საერთაშორისო ზეწოლა არ მოხდა ხელისუფლებაზე, მე შეუძლებელი მგონია რომ რამე შეიცვალოს ამ ქვეყანაში. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ლექსო იმისთვის რომ იყავით ჩვენთან და პასუხობდით კითხვებს მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე. დამემშვიდობები.